საინტერესო საუბარი გველის სიახლე, რომელსაც თავაზობთ კლინიკა Global Med უპრეცედენტო გახლავთ ღვიძლის გადანერგვა ციროზის დროს, რაც აქამდე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არ კეთდებოდა და ასევე ძვლის ტვინის გადანერგვის საკითხი ბავშვთა ლეიკოზების დროს. ესეც პირველად საქართველოში, ამაზე ჩვენ გქონდა ერთ გადაცემაში საუბარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. საქართველოში ასევე ძალიან აქტუალურია ჰეპატიტთან დაკავშირებული საკითხებიც, რადგანაც ძალიან ბევრს აღენიშნება ანალოგიური დაავადება, ამ დაავადების ფინალური სტადია როგორც წესი არის ციროზი, რომლის მკურნალობის გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ღვიძლის გადანერგვა. მიმდინარე ეტაპზე ქართველები დახმარებით მიმართავენ სხვა ქვეყნებს, სადაც გადანერგვა ღირს ძალიან ძვირი. მაგალითად, აი გერმანიაში 200-300.000 euро, თურქეთში $100,000, თავისთავად ცხადია, რომ ძალიან დიდ ციფრებზეა საუბარი. საქართველოში ასევე ძალიან ბევრი ბავშვი იღუპება იმის გამო, რომ ლეიკოზების დროს, როდესაც ჭირდება ძვლის ტვინის გადანერგვა, საქართველოში ეს არ ხდება, ხოლო ევროპაში ეჯდება 200-300.000 და Global Med-ს აქვს მოლაპარაკება ინდოელ მხარესთან, რომ ანალოგიური ოპერაცია ქართველების ჯამში დაჯდეს $40-60,000. ეს არის უზარმაზარი განსხვავება. და დიდი შვება, რა თქმა უნდა. კლინიკა Global Med-მა კი დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა ინდოელ კოლეგებთან ერთად, რომელთაც გამოთქვეს თანხმობა ამ დახმარებისთვის და დღეს საქართველოში იმყოფება ინდოელ პროფესორთა დელეგაცია, ხოლო სტუდიაში ჩვენთან არის ბენგალონის ონკოლოგიური კლინიკის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი დინეშ მადვენი და ქირურგი პროფესორი შრიდა ჰაპაია სუშელა, ალბათ სწორად გამოთქვი ეს ყველაფერი და Global Med-ის დირექტორი ბატონი გოჩა ცინცაძე. ბატონ გოჩას დაუსვათ პირველ კითხვა, რატო გადაწყდა, რომ ინდოელ სპეციალისტებთან გაგებათ ეს კავშირი და ისინი მოგეწვიათ საქართველოში? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მას ვიდილობთ. ეს მართლაც მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის, თქვენ იცით ჰეპატიტის რაოდენობრივად გავრცელებულია საქართველოში და რატომ ინდოელები? ინდოეთი თავისი მედიცინის განვითარებით ძალიან მაღალ დონეზეა, ალბათ ვინც ამერიკაში ნამყოფი ხართ, იქით რომ ძალიან ბევრი ექიმი ძირითადად კი ბატონო. თვითონ რაც შეეხება ფასდათ ხარისხის თანაფარდობას, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ დაახლოებით 1-2 თვის უკან მე გავაცხადე, რომ ვიწყებთ ამ პროექტს საქართველოში ამ ღვიძლის გადანერგვასთან დაკავშირებით. ქონდა წინასწარი მოლაპარაკებები და ყველაზე ოპტიმალური თანაფარდობა, რომ ჩვენ ჩამოვიყვანოთ იქაური ექიმები, ქირურგები, კვალიფიციური მაღალი დონის და შესაბამის ანაზღაურება იყოს ადეკვატური ქართველების ჯიბის, ასე ვთქვათ, ისევ ინდოეთია. თან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც არის 2300-მდე, მაგალითად, გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია გადანერგვის წარმატებული. ეს ძალიან მაგარი შედეგია ინდოეთის კუთხით. აი, დინეშს კითხოთ, რა ერთობლივი პროექტები გაქვთ Global Med-თან ერთად საქართველოში, რა იმ ხსნაზეც რო ვისაუბროთ. Global Med with Georgian partners. Thank you for inviting me on your show. დიდი მადლობა მოწვევისათვის. We're glad to be in Georgia and try to help the people of Georgia. ჩვენ მოხარულები ვართ რომ ვიმყოფებით საქართველოში და გვიხარია რომ გვაქვს საშუალება დავეხმაროთ ქართულ ხალხს. With two medical conditions which we believe can be treated if it's treated by the right set of people and in the right institution. ორი დიაგნოზი არსებობს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დახმარება გაუწიოთ სათანადო პირობების შემთხვევაში. One is bone marrow transplant, which is for blood disorders, and the other one is liver transplant for hepatitis conditions. პირველი არის ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც გამოწვეულია ლეიკემიით და მეორე არის ღვიძლის გადანერგვა, რომელიც გამოწვეულია ჰეპატიტისით. Our institution has expertise in from the world, and we plan to provide this expertise in Georgia. We started our day today by seeing a large number of patients and advising them what is appropriate. ჩვენი ორგანიზაცია საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამ პრობლემის გადაწყვეტაში და ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ძალიან ბევრი პაციენტისთვის გაგვიწევია დახმარება მსოფლიოში და მზად ვართ რომ პარტნიორობაში Global Med-თან ერთად გაუწიოთ იგივე სერვისი საქართველოს. We plan to come here on a regular basis. ჩვენ გეგმავთ ჩამოვიდეთ საქართველოში რეგულარულად and see patients and advise them what is appropriate and make sure the treatment is something which will give them a solution for their medical problem, which is both blood disorders in children
and a large number of adults with hepatitis problems. და ასევე რეგულარულად მოვინახულოთ ის პაციენტები, რომლებიც გადიან კურსს და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიოთ იმ თვალსაზრისით თუ როგორ შეიძლება მომავალში განხორციელდეს მათი მკურნალობა. As you are aware, India is a destination for patients who want to come with medical value travel, and we see in India over about 150,000 patients coming to us for treatment every year. დაახლოებით ინდოეთში წელიწადში 150,000-ზე მეტი პაციენტი ჩამოდის წლიურად აი ამ დაავადებებთან დაკავშირებით, რომლებთანაც მიმართებით ჩვენ უწევთ დახმარებას. We have a large team of liver transplant surgeons. ჩვენ ყავს ძალიან დიდი გუნდი იმ ქირურგების, რომლებიც ატარებენ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს. We have done more than 2,000 liver transplants. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს 2,000-ზე მეტი ეს ოპერაცია. გადანერგვა, ანუ ტრანსპლანტაცია. And an adult and pediatric team of oncologists to do bone marrow transplants. და ასევე ყავს საკმაოდ ძლიერი პედიატრების ჯგუფი, რომლებიც ახორციელებენ ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციებს. And for Georgia, we have an understanding with Global Med to do around the Georgian region on whatever help we can, the way it is suggested by Global Med to do these programs in Georgia. და Global Med-თან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საერთო გეგმები, რომ ამგვარი სერვისი გაუწიოთ მთლიანად საქართველოს, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. აი ბატონ გოჩუსაც რო გკითხოთ, საქართველოში როგორ მოხდება ტექნიკურად და ამ ოპერაციების გაკეთება და რა დაждდება, თქვა დაახლოებით ახლა მონახაზი ხო და ტერიტორიულადაც სად არის? ჩვენ თანხა დავასახელეთ დაახლოებით თავიდან. ყოველსაური განსხვავებაა ევროპაში არსებულ თანხებს და ამ თანხებს შორის, რომელიც ერთგვარია. ეს არის ძელვადიანი პროცესი, ეს საკმაოდ რთული და შრომატევადია, ხო ხდებით აქ არის დონორი, ტრანსპლანტანტი, ძალიან ისეთი რთული ოპერაციები, 2 საოპერაციო მინიმუმ. ამისათვის ეს არის პირველი ნაბიჯი ჩამოიყვანეთ ჩვენ სპეციალისტები, ქირურგები, კლინიკის ხელმძღვანელები, რომელიც ადგილზე ნახულობენ ჩვენ პარტნიორი კლინიკა, ყოფილი კლინიკის საავადმყოფო დიღომში, სადაც ეს არის აღჭურვილობა საკმარისი, ადგილზე ვეცნობით, ასევე მთავარია ჩვენს მომცემ გუნდი, რომელიც ოპერაციის შემდეგ უკუნალებს რეაბილიტაცია ყველაზე რთული. ამისათვის სავარაუდოდ ჩვენ მოგვიწევს როგორც წინასწარი მოლაპარაკებითა 7-იან კაციანი ჯგუფის გაგზავნა ინდოეთში, მათ კლინიკაში, რომ უშუალოდ ოპერაციების ცვლილებებზე დაესწრონ და მიიღონ შესაბამისი განათლება. რაც შეეხება ღირებულებას, ჩვენი ვარაუდებით, რასაც მე გავთვლით ვარ ბიზნეს გათვლებით, 30-დან 50,000 დოლარში ჩვენ უნდა ჩავჯდეთ სულად, რომ გავუკეთოთ გადანერგვა პაციენტს, თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარა. ხოლო თუ სახელმწიფო დაგვეხმარა რაღაცაში, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ კუთხით იქნება, აბსოლუტურად უფრო კარგი პირობებია. კიდევ უფრო თუ ხარცაც ვინო, გკითხო, თუ გაუწევთ ქართულ პაციენტებს თუ შეხვდით და მათ თუ გაუწევთ კონსულტაცია. Did you get a chance to help to consult or help any of the Georgian patients? Yeah, since morning we are seeing almost around 30 to 40 patients. დილიდანვე უკვე 30-დან 40 პაციენტი მოვინახულეთ. So we see a mixed group of patients who are having hepatitis and also the cancer patients. ჩვენ მოვინახულეთ ამ პაციენტებში იყვნენ სხვადასხვა დაავადების მქონე ხალხი, როგორც ჰეპატიტით დაავადებული, ასევე სხვა ონკოლოგიური. So we believe that the medical treatment should be done in a proper way, especially the proper diagnosis and the proper treatment. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს კარგად დაგეგმილად, სწორი მეთოდით და diagnosticats უნდა იყოს შესაბამისად მაღალ დონეზე. So sometimes there may be some facilities may not be available in the places. შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, რომ არ იყოს რაღაც ინფრასტრუქტურა, რომ ეს გაკეთდეს. So within the available resources and the expertise what we have, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს ეს რესურსი და ექსპერტიზა. ანუ კვლევა ჩატარდეს აქ. So to have the diagnosis here. Sorry? That's the question.
so following up your answer, so you can. The diagnosis what we are doing here is absolutely fine. It's on the right direction. So sometimes what we require is a proper treatment, and the first time is the best time. ხო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დროებთანაც არის დაკავშირებული, ეს დიაგნოსტიკა უნდა მოხდეს შესაბამისად რაც შეიძლება მალე და ამისათვის არის სწორედ ამიტომ გამახვილ ყურადღება სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხო, მოკლედ რო ყველაზე ოპტიმალურია ხალხია. ბატონო გაჩა, მე ვიცი რაღაც ახალ roadmap proper, like it's a multi-speciality and we have a specialist. We group together and სპეციალისტები სხვადასხვა დარგში, რომლებიც აი ამას ყველაფერს უზრუნველყოფენ. To just give an example, like it's. თუ აი მაგალითისთვის We saw a patient of colon with liver cancer. ჩვენ დღეს მოვინახულეთ პაციენტი, ვისაც აქვს ღვიძლის კიბო. So that patient requires a molecular test, which is not done here. და ეს ამ პაციენტს ჭირდება მოლეკულარული ტესტი, რომელიც აქ არ გაკეთებულა. არ კეთდება. So it cannot be done here. That cannot be done. And you will send the reports, like we can send the patients. It's only a short-term period. We'll have a proper diagnosis. ჩვენ ესე გავაგზავნით აი ამ You have to send the patient there or just the blood? Sometimes the blocks, the PET scan, like some specialized test if it is required. სხვადასხვა შემთხვევაში გავაგზავნით თვითონ პაციენტის გასაგებაც კი. So they may take one treatment and come back and continue here. ხო, შეიძლება ჩატარდეს რაღაც ერთი მანიპულაცია, ერთი რაღაც ეტაპი, ერთი პროცედურა და მერე დაუბრუნდეთ ისევ ამ პაციენტს და გავაგზავნოთ სხვა It's a proper plan and რაღაც ახალ კლინიკაზეა, ვიცი რომ აპირებთ ხო ჰეპატიტთან დაკავშირებით რაღაც კლინიკის გახსნას და სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნებიან თვალსაჩინო სპეციალისტები. იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ ამის შესახებ. კი, ეს არის ძალიან კარგი საინტერესო პროექტი საქართველოს მithumedes. ჩვენ ვაპირებთ ესეთი კლინიკის გაკეთებას ჰეპატიტებთან მიმართებაში, სადაც ქართული პაციენტს ექნება იმის საშუალება, რომ ნებისმიერი ქვეყნის სპეციალისტს გაესაუბროს, მიიღოს მისგან რეკომენდაცია, დანიშნულება და კუნალობა. და შემდეგ კონტროლი, რა თქმა უნდა. აქ ამ ჯგუფში შედის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გერმანია, რომელთანაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა, ისრაელი ასევე ინდოელი პარტნიორები. მექნება სხვადასხვა კატეგორიების, სხვადასხვა ფასობრივი სეგმენტი, რა თქმა უნდა, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დაავადება ჰეპატიტი რაც საქართველოშია, ნელა ახალი მედიკამენტებით მოისპობა და რაღაც კარგ შედეგს მიიღოს. ბატონო, ბოლოს გვინდა რომ თქვა ზუსტად საათ როგორ მოგმართონ, ვისამართი საკონტაქტო ტელეფონი თუ არის თქვა. რა თქმა უნდა, თქვენ შეგვიძლიათ ნებისმიერ საკითხზე მოგმართოთ ვაკეში, აბულაძის ქუჩა ნომერ 14-ში, ხოლო ჩვენი ტელეფონია 230 50 05, ანუ 230-50-05 თუ დარეგავს ნებისმიერ შემთხვევაში უპასუხობს ოპერატორი, შემდეგ საჯაროა ექიმთან გადაართავს და ყველა მიმართულებასთან კონსულტაციები შეუძლია გამართონ იგივე უცხოეთში მკურნალობასთან, იგივე ჩვენთან მკურნალობასთან ჩვენ პროექტებში. და ძალიან საინტერესოა თვითონ ეს ზუსტის გადანერგვა, ძალიან დიდი ის გამოიწვია, ჩვენ ქონდა საუბარი ამაზე და აი ეს თუ გაკეთდა. ბავშვთა ლეიკემი. ძირა ბავშვთა ზუსტის გადანერგვა იმდენად ძვირია და იმდენად რთული პროცედურა, რომელიც გერმანიაში კეთდება, იცით თქვენ და ძალიან ბევრი ბავშვი იღუპება იმის გამო, რომ თანხმობრივი რესურსი არ ყოფნის. ამ ხარესთან ჩვენ გვაქვს ძალიან ისეთი ინტენსიური მოლაპარაკება რა. პირველ ετapზე თუ აქ ვერ მოვახერხეთ ჩვენ გაკეთებად, უნდა ძალიან ბევრი სპეციფიური ნიუანსები აქვს. სათარიან მიიღო და თანხმობრივი სეგმენტი იგივე პირობები იქნება 30-დან 50-მდე როგორც წინასწარ მოლაპარაკებით მასე მივდივარ $. რაც კატასტროფულად დაბალი თანხაა ქართველების და ხელმისაწვდომია რა. ამაში შედის ყველაფერი. იქ პრობლემა პაციენტს არ ექნება, პირდაპირ კლინიკაში მიიყვანენ და ხვდებიან თარჯიმანი ქართველები ეყოლება. და ეს ყველაფერი უკვე ადამიანს შეიძლება მოინახოს ეს 30-50,000-მდე ხო რომ ბავშვი გადაარჩინოს. სპეციალ აპარატი თან შედეგი როგორც წესი თითქმის გარანტირებული არაფერი არ არის, მაგრამ მაღალი შედეგი. უმაღლესი შედეგი აქვს ამათ რა. ერთ-ერთი უმაღლესი რეიტინგის მქონე კლინიკა ინდოეთში და მთელ სოფლიოში ამათ კლინიკა. გასაგები. სამომავლო გეგმებზე ერთი-ორი სიტყვა გარდა იმ კლინიკას, რომელსაც ჩვენ ზოგადად მე თუ გახსოვთ თქვენთან გადაცემაში მივიღადე მონაწილეობა თავდაპირველად. არაერთხელ. ჩვენი მიმართულება ზოგადად არის საზღვარგარეთ მკურნალობაზე, გაგზავნა პაციენტებს, მაგრამ ამავდროულად იგივე უცხოელი პროფესორები საქართველოში მოწვევა, ხო? ეს ერთიანი პროცესი უნდა იყოს და ჩვენ ასე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ქართველს უნდა შეელოს არჩევა. აქ იმკურნალოს, უცხოეთში იმკურნალოს თუ რომელი სპეციალისტის მეშვეობით რა. ამასთან დაკავშირებით თქვენ ხედავთ ჩვენი რესურსი უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგი პროექტები შევთავაზოთ ქართველ პაციენტებს, იგივე როგორც საქართველოში მკურნალობის, უცხოეთში მკურნალობის. ამისათვის თავარია რომ
კონდეს ნდობა, კონდეს ის რომ კარგი სპეციალისტები გავზარდოთ საქართველოში, რასაც ყველაფერი ამას ემსახურება.